კაცობრიობას მზისადმი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობდა მზის კულტი. ცივილიზაციები აღმერთებდნენ მზეს როგორც ყველაფრის საწყის და დასაბამს. თანდათან ადამიანებმა მზის ენერგიის კონკრეტული მიზნთათვისებაზეც დაიწყეს ფიქრი. მზის ენერგიის დრამატული გამოყენების ისტორია ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში ბერძნებს უკავშირდება. თქმულების მიხედვით, ქალაქ სირაკუზას, რომაელი საზღვაო ჯარების შემოტევისგან და საცავად ბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ გაბრიალებული ლითონის სარკის ნაცვლად მზის სხივების არეკლისთვის გამოიყენა. ამან არეკლის გემებზე ფოკუსირებით კი ხანძარი გააჩინა და მტერი გაანადგურა. ყოველ საათში და დამიწელს იმდენი მზის ენერგია აღწევს, რაც 1 წლის მანძილზე მთელი მსოფლიოს ენერგეტიკული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საკმარისი. კაცობრიობის მიერ გამოყენებული წიაღისეული რესურსების წყლით მიღებული ენერგიის რაოდენობა იგივეა, რაც მზის 30-თვიანი ნათების შედეგად მიღებული ენერგია. ამ ენერგიის კომერციული მიზნებით გამოყენება კი 1457 წელს ლეონარდო და ვინჩიმ წინასწარმეტყველა. 1515 წელს მან 4 მეტრის სიგრძის პარაბოლური სარკის კონსტრუქციის აგება დაიწყო, რომელიც გააცხლებდა. მას შემდეგ კაცობრიობა ხვეწდა და აუმჯობესებდა მზის ენერგიის გამოყენების ტექნოლოგიას. 1921 წელს კი ფოტოელექტრონული ეფექტის თეორიული შესწავლისთვის ალბერტ აინშტაინს ნობელის პრემია მიენიჭა. როგორ ვიყენებთ მზის ენერგიას? არსებობს მზის ენერგიის გამოყენების პასიური და აქტიური მეთოდები. პასიური გამოყენება ენერგიის ათვისებისთვის რამე სპეციალური ტექნოლოგიების არსებობის აუცილებლობას არ გულისხმობს. საცხოვრებელი სახლის სამხრეთისკენ მიმართული ფანჯრები თხის მანძილზე განათების უკეთესი ხარისხის მიღებისათვის, სათბურების სითბოს შესანარჩუნებლად და ასე შემდეგ. მზის ენერგიის პასიური გამოყენების ფორმებია. აღნიშნული პრინციპის მაგალითია კლდეში ნაკვეთის სამონასტრო კომპლექსი ვარძია, 12 იარუსად განლაგებული 600 ოთახი მზისგან მაქსიმალური განათებითა და გათბობით იყო უზრუნველყოფილი. მზის აქტიური გამოყენება კი შესაბამისი ტექნოლოგიების დახმარებით არის შესაძლებელი. სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით მზის ენერგია თბურ ან ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ეს სპეციალური მოწყობილობებია. პირველი, მზის კოლექტორი. ეს არის მზის წყალგამაცხელებელი, რომელიც გათბობისა და წყალმომარაგებისთვის გამოიყენება. მეორე, მზის ელექტროსადგური. მზისგან ელექტროენერგიის მიღების საშუალებაა. არსებობს ორი ტიპის ელექტროსადგური. პირველი, მზის თბოელექტროსადგური, სადაც მზის ენერგიისგან ჯერ თბურ ენერგიას მიიღებენ, შემდეგ კი ელექტროენერგიად გარდაქმნიან. მეორე, ფოტოელექტროსადგური, სადაც მზის ენერგია პირდაპირ ელექტროენერგიად გარდაიქმნება. მზის ენერგიის ათვისება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ქვეყნების ადგილმდებარეობაზე. ბუნებრივია, მზის ენერგიის მაჩვენებელი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განსხვავებულია. ყველაზე ძლიერი ნათება ეკვატორსია, მისგან მეშორებულ განედებზე კი შედარებით მცირდება. მზის ენერგია წარმატებით გამოიყენება ელექტროენერგიის მიღებისთვის, გათბობის სისტემების მოსაწყობა და ტრანსპორტირებისთვისაც კი. ავსტრალია ყოველწლიურად მასპინძლობს რბოლას მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების მონაწილეობით. ავტომობილები 3021 კილომეტრიან მანძილს გადიან. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 1987 წელს, როდესაც პირველად მოეწყო მსგავსი შეჯიბრება, ავტომანქანების სიჩქარე 67 კმ/სთ იყო. 2009 წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 100.5 კმ/სთ მიაღწია. თვითმფრინავების გადაადგილებისთვისაც. 1990 წელს მზის ენერგიაზე მომუშავე ამერიკულმა თვითმფრინავმა 4060 კილომეტრი იფრინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2013 წლის მაისში კი სან-ფრანცისკოს ყურიდან ამერიკის გარშემო ორთვიანი მოგზაურობისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი გაუმჯობესებული თვითმფრინავი აფრინდა. თვითმფრინავი დაახლოებით იმავე რაოდენობის ენერგიას იყენებს, რაც ჩვეულებრივი სკუტერის მიერ გამოიყენება. ფრთებზე განთავსებული 12000 მზის პანელი და ბატარეა კი გამუდმებით იტანება და ინახავს ენერგიას. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია თვითმფრინავი ღამის მანძილსაც გადაადგილდეს. ეს თვითმფრინავი მოწყობილია 24 საათიანი ფრენისათვის. თუმცა ტექნოლოგიების გაუმჯობესების კვალდაკვალ იგეგმება აღნიშნული დროის გაზრდა 5 დღემდე, რის შემდეგაც თვითმფრინავს მზის ენერგიის მარაგის განახლება დასჭირდება. მზის ენერგიის გამოყენება ყველაზე გავრცელებულია გერმანიაში. ქვეყნის ენერგიის 22% განახლებადი ენერგიის წყაროებისგან მიიღება, საიდანაც მეოთხედი მზის ენერგიაა. გერმანიის სამხრეთ ნაწილში ბავარიაში, რომელიც მოსახლეობას 12 მილიონ ნახევარს შეადგენს, თითოეულ ოჯახს 3 მზის ფოტოგადამქმნელი პანელი აქვს დამონტაჟებული. 25 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ფოტოელექტროსადგურის პანელები ძვირი და არა ეფექტური იყო.
წყალგამაცხელებელი სისტემებიც კი, რომლებიც ფოტოელექტროპანელებზე გაცილებით იაფია, ცუდად იყიდებოდა ღია ბაზარზე. მზის ენერგიისგან ელექტროენერგიის წარმოება 10 ჯერ ძვირი იყო ქვანახშირისა და ატომური ენერგიის წყაროებთან შედარებით. 1991 წელს კი გერმანიამ მიიღო კანონი განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ. კანონი მცირე ჰიდროელექტროსადგურების მფლობელებს თავაზობდა შესაძლებლობას გადასულიყვნენ მზის პანელების გამოყენებაზე. მათგან წარმოებული ენერგია საერთო ენერგეტიკულ ქსელში ჩაერთვებოდა და სახელმწიფო საბაზრზე ოდნავ მაღალ ფასად შეისყიდიდა. წარმოებლებს კი თავიანთი დანახარჯების დაფარვა რამდენიმე წელიწადში შეეძლებოდათ. ამან მზის ენერგიის ათვისებაში გრძელვადიანი ინვესტირების განხორციელება შეუწყო ხელი. ამავდროულად უდიდესი ინვესტიციები ჩაიდო განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების, ტექნოლოგიების კვლევებისა და განვითარების საქმეში. ამა დღესობით კი გერმანიის მიერ წარმოებულმა მზის ენერგიამ 22 გიგავატს გადააჭარბა, რაც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში წარმოებული მზის ენერგიის ნახევარს წარმოადგენს და რომელიც 20 ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის ეკვივალენტურია. მზის ენერგია წარმატებით გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. აღსანიშნავია, რომ ამერიკა მოიხმარს მსოფლიო ენერგიის 26%-ს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა დედამიწის მოსახლეობის 5%-ს შეადგენს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარების მაღალი დონეა. შესაბამისად, ენერგიის მიღების ახალი წყაროები და ტექნოლოგიები ამერიკისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. კალიფორნიაში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი მზის თბოელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 354 მეგავატია. აფრიკა დედამიწაზე ყველაზე მზიანი ადგილია, მაგრამ აქ მზის ენერგიის გამოყენება განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით არც თუ ისე გავრცელებულია. აფრიკული მოსახლეობა კვლავ ტრადიციულ საწვავზეა დამოკიდებული, რის ძირითად ნაწილსაც შშ წარმოადგენს. მიზეზი აფრიკული მოსახლეობის სიღარიბეა. აფრიკაში მზის პანელების დამონტაჟება და გამოყენება ძირითადად დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მოსახლეობის მცირე ნაწილს მოიცავს. ასეთ პირობებში პოპულარული ხდება მზის ენერგიის იაფი და პრაქტიკული მოწყობილობების საშუალებით გამოყენება. ერთ-ერთი ყველაზე ახალი და გავრცელებული მოწყობილობაა ინდიგო, რომელიც მობილური ტელეფონების მსგავსად ემყარება მომსახურების გამოყენების შესაბამისი რაოდენობის თანხის გადახდის პრინციპს. ინდიგო აპარატი შედგება 2.5 ვატიანი მზის პანელისგან, რომელიც ტენის აკუმულატორს. აკუმულატორი დაკავშირებულია ნათურასთან, რომელიც ერთი დატენვით 5 საათის მანძილზე ანათებს. რომელიც 5 საათის მანძილზე ანათებს. ამ ინდიგო აპარატების გამოყენება 2011 წლიდან დაიწყო კენიასა და აფრიკის სხვა განვითარებად ქვეყნებში. მოწყობილობა იაფია და მიღებული ენერგიის ღირებულება კვირაში საშუალოდ $1 წარმოადგენს.